ქართველი ხალხის ერთად ცხოვრების ორი ერი, რომელთა ერთად ცხოვრების მაგალითები განსხვავებული და განსაკუთრებულია. ებრაელია დარჩენილი 1970 წელს იყო 300 ოჯახი. აქ თუ ებრაელებს გვეძახდნენ ისრაელში რო ჩახვიდეთ ერთი კვირის წინ ჩამოვედი ისრაელიდან, იქ ქართველი გრუზინებს ეძახიან. 26 საუკუნე კონფლიქტების გარეშე და დამეგობრებული ქართველი და ებრაელი ხალხი. როცა ისინი წავიდნენ, ძალიან მძიმედ განვიცადეთ ჩვენ ქართველებმა მათი წასვლა ჩვენთვისაც დანაკლისი იყო და ისინიც დღემდე მოტერიან თავიანთ მეორე სამშობლოს. ნახეთ რას მიიჩნევენ ისინი ორი ერის გამაერთიანებელ ნიშნად და რა გამოწვევების წინაშე დგას დღეს ებრაელი ხალხი. ტრადიციები, წესები და ჩვეულებები. ვფიქრობ, რომ უკეთესი იქნება თუ ჩვენ თაობას ექნება საშუალება გაიგოს ებრაელთა ტრადიციებზე. სამეცნიერო ნაშრომები და უპრეცედენტო ურთიერთობა მსოფლიოს მასშტაბით. ჩემი სამშობლოა ნამდვილად საქართველო. ხუთშაბათს 20 საათსა და 30 წუთზე თქვენ ქართველებისა და ებრაელების ურთიერთობის შესახებ ისტორიებს კომპეტენტური პირებისგან მოისმენთ. ნახეთ ტელეხიდი ახალციხის, ქუთაისისა და თბილისის სტუდიებს შორის გადაცემა დიალოგში.